ყველა გზა ახლა პეკინში მიდის, ამბობს ისტორიკოსი შალვა თავაძე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ანალიზისას. 19 მაისს რუსეთის პრეზიდენტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. როგორც სააგენტოები წერენ, დღის წესრიგში ჩაისმისას ყველაზე აქტუალური საერთაშორისო პრობლემების განხილვა იქნება. რუსეთის პრეზიდენტის ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე 14 მაისს ჩინეთს დონალდ ტრამპი სტუმრობდა. თავის მხრივ შტატების პრეზიდენტმა მასპინძელი ვაშინგტონში მიიწვია, თუმცა ეს შემოდგომისთვის. მანამდე კი, როგორც შალვა თავაძე ამბობს, ჩინეთი ანგარიშგასაწევი ქვეყანაა, რომლის მონაწილეობის გარეშეც მსოფლიო დღის წესრიგი ვერ დალაგდება. მსოფლიო ყურადღების ცენტრშია შეხვედრები, რომელიც ეწყობა სიძიპინთან, ჩინეთის ლიდერი მყავს ხედველობაში, ერთი მხრივ იქ ვიზიტი ჰქონდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ტრამპს, ეხლა სულ ახალ სიძიპინს ეწვია რუსეთის პრეზიდენტი პუტინი. ხო. ურთულესი მდგომარეობა, ამ სირთულეს ყველა გრძნობს, თუმცა აქედანვე უნდა აღინიშნოს, ახლა ყველას ახსოვს ფრთიანი გამოთქმა ყველა გზა რომში მიდისო, გამოდის რომ ყველა გზა პეკინში მიდის, ასე ჩანს, იმიტომ რომ ჩინეთის ანგარის გაწევის გარეშე თანამედროვე მსოფლიო წესრიგი როგორც ჩანს ვერ შედგება. და კიდევ ერთი მინიშნება, რომელიც მინდა გავაკეთო, ამ შეხვედრამ აშკარად დაგვანახა, რომ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობაში საერთოდ დემოკრატიის ხარისხი გაქრა და ძირითადად ძლიერი ამა ქვეყნისანი ცდილობენ სხვადასხვა ფორმებით მოიპოვონ გავლენა და შექმნათ თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკური რუკა. თუ ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ამას ცდილობს ეგრეთ წოდებული სამხედრო უპირატესობით მოიპოვოს გავლენა და დაამყაროს ეგრეთ წოდებული ძალისმიერი მშვიდობა, სამაგიეროდ ჩინეთი უფრო პროგრესული იმპერიული პოლიტიკით ცდილობს ამას, ეს არის მისი ეკონომიკური ექსპანსია. ამიტომ ამ სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში ჯერ ერთი აუცილებლობა დაინახეს, რომ მაინც უნდა ჰქონდეთ ერთმანეთთან კავშირი, მეორე მხრივ მათ შორის არსებობს წითელი ხაზები, რომელიც ხელს უშლის მშვიდობის დამყარებას მსოფლიოში. მე მხედველობაში მაქვს ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობა, სადაც წითელი ხაზი ნამდვილად არის ტაივანი და აქედან გამომდინარე რამდენად შეთანხმდებიან ისინი ამ საკითხის გადაწყვეტის გარეშე არ ამგონია ჩინეთი რაიმე კომპრომისზე წამოვიდეს, მით უმეტეს ამას დაემატა ირანთან დაკავშირებული სირთულეები. ახლა ირანთან ურთიერთობა ასევე ჩინეთისათვის საინტერესოა და რამდენად იმოქმედებს ეს სამომავლოდ დამთავრდეს ირან ეგრეთ წოდებული ისრაელ-ამერიკის შეერთებული შტატების ომი, ეს მეორე საკითხია. ასევე არსებობს წითელი ხაზები რუსეთსა და ჩინეთს შორის, ხო? და ეს წითელი ხაზები იკვეთება შუა აზიაში, ცენტრალურ აზიაში, შუა აზიაში და რაც არ უნდა საინტერესო იყოს ჩვენთვის მით უმეტეს სამხრეთ კავკასიაშიდაც. ასე რომ თანამედროვე მსოფლიო როგორი იქნება, რაზე მოილაპარაკეს, ძნელი ამაზე წინასწარ რაიმე მსჯელობა, თუმცა კონტურები უკვე ჩანს, მაგრამ ამ კონტურებში არ ჩანს, რომ ხვალ მშვიდობა დამყარდება მსოფლიოში. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენთვის არის ეს მეტად უმძიმესი დრო, რადგან ჩემს მიერ ჩამოთვლილი ყველა სახელმწიფო და თუ დავამატებთ მას კიდევ ჩვენ მეზობლებს, უშუალო მეზობლებს, ხო, მათ ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში კიდევ უფრო გაიზარდა. თუ ადრე შეგვეძლო გვეთქვა, რომ ერთი-ორი სახელმწიფოს ინტერესი იყო, ახლა პირიქით რამდენიმე სახელმწიფოს ინტერესი იკვეთება და შესაბამისად ხშირად ისმის ხოლმე რიტორიკული კითხვა, როგორი იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი. ყოველ შემთხვევაში ჩემი შეხედულება ასეთია, რომ საქართველოს ჩვენ და სამწუხაროდ საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი იმდენად არ არის ჩვენს ხელისუფლებაზე, ვინ იქნება ხელისუფლებაში, ამას არ აქვს მნიშვნელობა დამოკიდებული, ვიდრე ეს იმ მსოფლიოს ხელახალი გადანაწილება არ შედგება და ახალი პოლიტიკური რუკა არ შეიქმნება. აქედან გამომდინარე რთულია ჩვენ ურთიერთობა გვიწევს ყველასთან, ყველა მეზობელთან და თქვენ წარმოიდგინეთ, რომ არ არიან დაინტერესებული არც ერთი სახელმწიფო, მე ასე მივჩერდება ყოველ შემთხვევაში, არც ერთი ეს სახელმწიფო,
რომელთაც ინტერესი აქვს სამხრეთ კავკასიაში, არ არის დაინტერესებული საქართველოში დემოკრატიის ხარისხით. ისინი დაინტერესებულები არიან რომ ხელისუფლება რომელიც საქართველოში იქნება მათი ინტერესების გამოხატველი იყოს. ეს ხელისუფლება იქნება დემოკრატიული თუ შეიძლება ასე ითქვას ერთპარტიულ მმართველობაზე დამყარებული, ეს მათთვის საინტერესო აღარ არის, ეს აშკარად ჩანს მათ ქმედებებში და საერთოდაც მინდა ვთქვა რომ დემოკრატიამ დაკარგა ხიბლი მსოფლიოში, ის უფრო შიდა მოხმარების საგანი უფრო არის სახელმწიფოთა შორის ურთიერთობებში, არა შიგა მოხმარების საგანი უფრო არის ვიდრე ეს რაღაც გლობალურ მასშტაბს შეიძენდეს. ამ ხრივაც ქართულ საზოგადოებას ნამდვილად მართებს დაფიქრება და ვფიქრობ რომ ჩვენი საზოგადოებაც ნენდელა ჩვენ საზოგადოებაზე მწიფდება აზრი, რომ უფრო პრაგმატული იყოს მათი აზროვნება, ვიდრე იმპულსებზე დამყარებული. ჯერა რომ არა იმპულსები, არამედ გონიერება გადაწყვეტს საქართველოს მომავალ ბედს.